გამარჯობა. მიხარია პირველ რიგში რომ თქვენთან ვართ. თქვენს არაჩვეულებრივ ოჯახში, გვას ვიძლევთ და ძალიან მიხარია თქვენი პირადი გაცნობა. მადლობა. მადლობა ყურადღებისთვის და აი გამარჯობა მოგესალმებით რომ აღმოჩნდით თურმე არა. აუ არა, ისეთი თემა გუშინთან რომ მუშაობდით ამ საკითხზე. ისევ ისიამოვნე რომ გადაყვები რაღაცეებს. იმდენი კაი რაღაც ინფორმაცია ვნახეთ, თან მუსიკებს მოვუსმინეთ და სიმღერებს ხალხურს, რომ ერთი ბედნიერება იყო მომზადება და დარწმუნებული რომ გადაცემა კიდევ უფრო უკეთესი. წარუდგინოთ მაყურებელს არაჩვეულებრივი მომღერალი, ფოლკლორისტი, ანსამბლ შავნაბადას ხელმძღვანელი დავით ცინცაძე. მაყურებელს მივესალმოთ და უთხრათ რომ უყურებენ მამების დროს. კი ბატონო, და ჩვენ ვართ ლადო გოგულაც შესახვაძე და ხო უნდა გამოიწერონ, ეს მოუწდება ხოლმე. და ჩვენი მეგობრები, კომპანია სუთი ფაუერი, არაჩვეულებრივი ჩურჩხელა განსხვავებული შეფუთვით, ძაფის გარეშე, ტრადიციული ქართული ჩურჩხელა, უგემრიელესი და ჩვენი ახალი მეგობარი გურჯაანის ნაყინი, თავისი ძალიან მაგარი გემოებით, მრავალფეროვნებით და ტრადიციით. დიდი მადლობა რომ დაინტერესდა გვერდში დაგვიდგა. კი ბატონო, კი. არ გაუყუნებთ იმედებს. მე არ ვიცოდი ეს გადაცემა და გამოვიწერე. დიდი მადლობა. ვცდილობთ რომ მამაშვილობაზე, ოჯახზე, სიყვარულზე, ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე ვისაუბროთ და ვთქვათ რომ სიყვარული არის მთავარი. როგორც ჩვენ წინა გადაცემის სტუმარი ქალბატონი ქეთი დეჩანაშვილი ყავდა და არაჩვეულებრივი გურამი როგორც ამბობდა, სიყვარული დედამიწას სიყვარული ატრიალებს ჩემო დომო. გადასტურებ. კი ბატონო. დავიწყოთ და აი პირველი კითხვა მინდა, აი ცოტა ძალიან უცნაური კითხვა უნდა დავსვა. რა რეაქცია ექნებოდათ უცხო პლანეტელებს, როდესაც მოისმენდნენ ჩაკრულოს? ალბათ ბანს ეთყობდნენ. იმიტომ რომ ხალხურ სიმღერას აქვს ეგეთი ფორმა, ერთი იწყებს, მეორე აყვება. და იწყებს ხოლმე კახურში ძირითადად თემის მთქმელი მეორე ხმა, პირველი ხმა ამშვენებს და დანარჩენები კი ბანს ეუბნებიან ხოლმეოდ. ალბათ ისინი ბანს ეთყობდნენ. რა კარგი სანახავი იქნება ფინალიტებში და რომ ბანი ისმის. თქვენთვის რომელია ყველაზე ალბათ ესეც ის არის, ცოტა ესეთი კითხვა. საუკეთესო ხალხური სიმღერა, ან რომელი უფრო მეტად გიყვართ? ეგ რთული კითხვაა. იცი რატო? რაღაცნაირად ერთი მეორეს ავსებს და ერთიან ქვეყნის კონტექსტს ქმნის მუსიკალურ ხედვას და აზროვნებას. რომელი კუთხის გარეშე დატოვებდი საქართველოს? იგივე კითხვა ზუსტად. იმიტომ რომ ყველა კუთხეს აქვს თავისი სასიმღერო დიალექტი, თავისი ნიშა და აი რომელ კუთხეს დატოვებდი საქართველოს? შენ რა სიტყვილად? მე ჩემი მინდა ვთქვა და იმიტომ იმავშევები უჩიჩქინე. ძალიან მოკლედ ვიტყვი რომ ძალიან არაკომპეტენტური ვარ. არ ვიცი ისე კარგად კი არის იმის ნახევრადაც კი როგორც ბატონმა დავითმა, მაგრამ აი რაც მომისმენია სიამოვნებს არის ჩაკრული. არა, ჩემი არის ოროველა, რომელსაც შემიძლია დაუსრულებლად ვუსმინო. აი სასწაული რაღაცა, აი წარმოუდგენელი. არა, სასწაული არის, მე იმას კი არ ვამუშავე. ჩაკრულო ყველაფერი მაგარია, მაგრამ ოროველა მაინც ისა. გუშინ ზუსტად ძირითადად ოროველა მქონა ჩართული და ისევ ხო, ანუ ეს ალბათ არის დამოკიდებულების და ხედვის აღქმის ინდივიდუალური ესთეტიკა, რაც ყველა ადამიანს თავისი აქვს. ამიტომ მან არის ეგეთი ნაწილი, რომ არის ხალხური სიმღერები, რომელიც არის ძალიან რთული გურიაში. არის ხალხური სიმღერები, რომელიც არის სხვა სიძველისა და სირთულის ერთად, სვანეთი, მაგალითად, უკიდურეს პოლუსებს ვამბობ ამ ნაწილში. არის მონუმენტური ნიმუშები, როგორც არის ჩაკრულო, მაგალითად, და კახური სიმღერები. არის მართლა სულში ჩამწვდომი საგალობლები და არის მარტივი, პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით, პრიმიტიული მუსიკალური ნიმუშები, რომელიც აი თავის სიმარტივით და პრიმიტივიზმით, აი არაფერს დიდს არ გაძლევს მუსიკალურ კონტექსტში, ერთი შეხედვით, აი მხოლოდ მუსიკალური თვალსაზრისით, მაგრამ კარგად რომ ამ ნიმუშს შეისწავლი, მის ყოფნა არ ყოფნის საკითხს მიხვდები, რომ ეს არის ძალიან ძველი. და ეს უკვე პასუხობს ისე შორიდან, რომ ამას გურიაც ვერ პასუხობს და ვერც კახეთი. ასე რომ აი ეს სირთულის, სიდიდის და სიძველის ერთობლიობა ქმნის ამ ჩვენი ქვეყნის ამბავს. ერთნაირად ნამღერი ხალხური სიმღერა არსებობს? ერთნაირად არაფერი არსებობს ამ ქვეყანაზე და რა თქმა უნდა ხალხური სიმღერაც არ არსებობს, მაგრამ მე მიხვდები, რასაც მეკითხები. ჩემი მასწავლებელი ამბობდა ხოლმე, რომ რამდენი კაი მომღერალია, იმდენი კაი ვარიანტია ამა თუ იმ სიმღერის. ვახუშტი კოტეტიშვილი ამბობდა, რომ თუ კაფეაობის დროს ორი ადამიანი ერთმანეთში კაფეაობს, შენ როცა მე ლექს მომიძღვნი და მე უკან დაგიბრუნებ პასუხს, მე ვარ ამის ავტორი. რა თქმა უნდა ეს მეგითხარი შენ, მაგრამ ეს პროცესი იმდენად ხალხურია, რომ არ შეიძლება დავიჩემო, რომ მე ამის საავტორო ვარ.
არა და ამ დროს ავტორი ვარ, მაგრამ როგორ ვერ იჩემებ რომ საავტორი ხარ, იმიტომ რომ შენ იმ დიალექტის წარმომადგენელი ხარ, შენ სიმყოფის ნაწილი ხარ და ამით იმის თქმა მინდა რომ რამდენი ლექსი არ უნდა შეიქმნას, რამდენჯერაც არ უნდა ითქვას, რამდენი ვარიანტიც არ უნდა შეიქმნას, აქ ავტორობა არ არსებობს. აქ არსებობს კარგი მთქმელი და შესაბამისად, რამდენი კარგი მთქმელია, იმდენი კარგი ვარიანტია. რთულიაო თქვით. ძალიან ძველია და ძალიან ძვირფასია. და ძალიან მიხარია რომ პატარები და ბავშვები არიან დაინტერესებული. რამდენად მოდი კითხვაც ვაქცევთ, რამდენად არიან დაინტერესებულები პატარები, ახალი თაობა რამდენად ინტერესდება ქართული ხალხური სიმღერით. მგონი რომ იმაზე მეტად ვიდრე ჩვენ ვაწვდით. ქართული ხალხური სიმღერა არ იყო პოპულარული, ეს ვიცით და ამ ამბავს სწრაფად გავივლი. ჩემ თაობაში დაიწყო უფრო მერე პოპულარიზაცია და მეტი და მეტი მხარდაჭერით ნელ-ნელა უფრო და უფრო წინ წავიდა. მაგრამ ბავშვი არის ძალიან ნედლი იმისთვის, რომ ყველაფერი მიიღოს. მას აქვს მზაობა ყველაფრისთვის. და რაც უფრო საინტერესოს, ისტორიულს, მზად, მრავალფეროვანს და ლამას აწვდი, ის უფრო მეტ სხვა ესთეტიკას გულისხმობს. ერთხელ ითქვა რომ აი ღვთისმსახურებაზეო, წირვაზე, როცა საგალობლები დაბრუნდაო ქართული გალობაო, რთული მოსასმენი იყო, იმიტომ რომ სხვა რაღაცას ვიყავით მიჩვეული. აი ძალიან პოპულარულ და მარტივ მუსიკას, რომელიც არც იძველიდან არ იღებს. აი სახელდახელოდ შექმნილ მიწებებულ ტექსტებს და როცა უკვე ესეთი მრავალფეროვნება და სიღრმე და სირთულე გამოჩნდება ხოლმე, იმას გაწვრთნილი ყური ჭირდება და მზაობა ჭირდება ინტელექტის, რომ მიიღოს. ინტელექტი როგორც მოყვება, ასევე თან იზრდება და იწვრთნება და ჩვენ თუ ამ ბავშვებს თავიდანვე შევთავაზებთ მაღალ თამასას, საიმისოთ, რომ მაქსიმალურად ხვალზე კიდე უფრო მეტ სირთულეს გაუძლონ და მოერიონ და უფრო მეტით დაინტერესდნენ, რა თქმა უნდა, მათი ინტერესი უფრო და უფრო დიდია. მე რომ ხალხურ სიმღერებს ვსწავლობდი ბავშვობაში, ახლა ესენი იმ სიმღერებზე არ კმაყოფილდებიან, უფრო რთული და უფრო მეტი უნდათ. ჩაკრულო ისე ნამღერი, როგორც ეს რანინაში მოხდა, მაგალითად, ბავშვების მე არ მახსენდება. ამიტომ ეს იმას ნიშნავს, რომ თაობა ახალგაზრდავდება და შესაბამისად სირთულეს უფრო ახალგაზრდა ასაკში ერევა. და ეს ყველაფერი უცებ ფიქრად გამიელვა, არ ვარ ახლა დარწმუნებული, რასაც ვამბობ, ეს ყველაფერი ცოტა იქეთ შორს რო გადავაგდო, ახალგაზრდობაში აგერ რომელ წლებში რამდენი წლის მეფობდნენ ჩვენი მეფეები. ანუ მათი ღირები მაშინ როცა შენ ხარ ვენახი იქმნებოდა შუა საუკუნეებს რასაც ვეძახით ჩვენთვის დავითის ოქროს ხანას იმ პერიოდში კი ძალიან პატარები ადიოდნენ ტახტზე ასე რომ და შექმნას პატარები ქმნიდნენ ამის ისტორიული კონტექსტი გვაქვს ხოლო ახლა არ არის გასაკვირი რომ პატარები ამას ერეოდნენ თუ კი ჩვენ ამას სწორად მივაწვდით ანუ ისინი უფრო მარტივად მიიღებენ ამას გიულია შენ ხალხურ სიმღერაზე არა მე მიულია და ძალდატანებით არა მე არა სამწუხაროდ არა ჩვენთან მე სურამიდან ვარ თვითონ სურამში არ იყო ხალხური ანსამბლი ხაშურში იყო ბანდური ალიკანებსაც არაჩვეულებრივი ანსამბლი ყავდა მაგრამ ვერ მოვახერხე და ვერ ვიარეთ სურამში გავატარე მთელი ბავშვობა მართლა ხო ხედავ ესე იგი ყველაფერი კარგი სურამიდან სურამთან ყველაფერი კარგს აკავშირი რთულია ხალხურ სიმღერაზე როცა ძალით გივლია ჩემთანაც მოსულა და როცა ვატყობ თვალებში რომ არ მოწონს უნდა გაუშვე აი მაკეთ მინდოდა წავსულიყავი ზუსტად აუცილებლად უნდა გაუშვე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიტოვო, იმიტომ რომ შენ გუნდი შეავსო. იმიტომ რომ ეს გააფუჭებს საერთო ფონს და დღეს შეავსებ და ხვალ საერთოდ დაცარიელდები. სწავლეთაც ვერ ისწავლეს, ხო ძალით. იცი რა, აი ესეთ ფრაზები ჟღერს ხოლმე, რომ ხალხური სიმღერით უნდა მოწამლო. კი არ უნდა დააძალო, კი არ უნდა ამეცადინო და კი არ უნდა აი უბრალოდ უნდა მოწამლო, უნდა გაუჩინო ამის სურვილი. ანუ შენ თუ მისი განსაკუთრებული მეგობარი გახდე, ეხლა ბავშვთა გუნდში ვაპირებთ ეგეთ რამის გაკეთებას. მოკლედ ეს ბავშვები მათემატიკიდან გამოიქცევიან, ინგლისურზე შევარდებიან, უცებ ჩინურსაც ზოგი გაულის, მერე სკოლის დავალებები აქვთ და საღამოს მოყავთ ჩვენთან რეპეტიციაზე და 7 საათზე ან პირობითად 7 საათზე რომ მოვლენ დასხდებიან სკამზე. ერთმანეთის გადახედვას ვერ ასწრებენ და ჩვენ უნდა დავიწყოთ რეპეტიცია, მორჩება ეს რეპეტიცია და სწრაფად სახში ერთმანეთს აღარ იცნობ. ერთმანეთთან კონტაქტი არ აქვს და გარემო არ უყვართ. ამიტომ წინა წელი მქონდა მცდელობის და მომავალ წლიდან, სექტემბრიდან ვაპირებთ, რომ კვირაში ერთხელ ყველა ჯგუფისთვის მოვაწყოთ გასართობი თამაში. რა მაგარია? მაგრამ ამას ჩვენ თვითონ ჩვენი სახსრებით უზრუნველყოფთ. ამის ინტერესი გვაქვს, იმიტომ რომ ამ ბავშვებს ერთმანეთი უნდა შევუყვარდეთ. მე ხალხურ სიმღერას არ დავიწყებდი ჩემი მეგობრების დაკარგვა რო არ უნდომედო. ისინი რო არ დამეკარგა, იმიტომ ვიმღერე მათთან ერთად. თორემ მე ახლაც არ ვარ დარწმუნებული და აი ვინ იტყვის იმას, რომ დარწმუნებულია და სრულად ხედავს ხასან ბეგუროს და ჩაკურლოს ფენომენს. ამის თქმელი კაცია, ან უტვინოა, ან არ ვიცი. ამას მეც ვერ ხედავ. ხვალ შეიძლება ახალი ვარიანტი იმღეროს ვიღაცამ, ანუ მე სრულად ვერ ხედავ ის კონტექსტს.
ვაღიარებ მის დიდებას, მაგრამ ვერ ვხედავ. ამიტომ ვერც მე ვხედავდი ამ სიმღერების და ახლაც ვერ ვხედავ სისრულეს. მე ვხედავ იმ სიამოვნებას, სიკეთეს და ბედნიერებას, რაც ჩემ მეგობრებთან ერთად თანაგანცდის დროს მემართება. ამიტომ ეს სამყარო თუ არ დაახვედრე ჯერ ბავშვს, მასთან ხმალი, სად დაფერა, რეფერეკლემ და სად წაიღო და რა იბრძოლა, იმ წიგნს ხელში ვერ აწევს სიმძიმით ისტორიის წიგნს, რაც არ უნდა მისცე არას თუ იმღეროს და დაიტიოს. აბსურდია. ამიტომ მას უნდა შეაყვარო ის გარემო, რომ მას ამ გარემოში ნებისმიერი რამის კეთება მოუნდეს. ნათქვამი გაქვს დავით, რომ ადამიანთან რომელთან ურთიერთობაც არ გსიამოვნებს, ვერ იმღერებ. არ გესიამოვნება სიმღერა. შეიძლება იმღერო, მაგრამ არ გესიამოვნება. მიმღერია თავისთვის ძალა დამიტანებია, ჩემი თავი გამიმტყუნებია, თავი მომიტყუებია, რომ იქნება ესეჯობია, მაგრამ არ გამოსულა. მე მაინც არ გაგრძელებულა ამ. რომელი ხმაა ოჯახში დავით ციცაზე? ალბათ ბანი. მე ესე მგონია მაინც, იმიტომ რომ ცოტა მუსიკალურად ვიტყვი. ბანი არის ჰარმონიული საფუძველი. თუ ბანი არ არსებობს, ის არც ის ორი ხმა არ თამაშობს ზევით, სოლისტები რო ქვია. თავარი მთქმელი რომ ქვია და ამის დამამშვენებელი პირველი ხმა რო ქვია. იგივე ხდება ზოგადად მუსიკაშიც. ეხლა მე კახურ სიმღერას ზოგადად მუსიკაშია ჰარმონიულ საფუძველს ქმნის ბანი. ამიტომ მგონია რომ რაღაცა ნაწილში ეს ბანი მე ვარ, თავარი მთქმელი ალბათ შვილები არიან და მეუღლეა ის პირველი ხმა, რომელიც ყველაზე მეტად ამშვენებს ამ გარემოს სხვადასხვა. ეს პასუხი მინდოდა გეფიცები. ბავშვები მღერიან დავით. კი, მღერიან და იმათაც არ ვაძალებ და არ ვასწავლე. აი ხო არის რომ მუსიკალურ ოჯახში იზრდებიან ასეთი უსვენ და უნდა იცოდნენ და ჩვენთან არ გვაქვს ეგეთი ამბავი. და ჩემი შვილი ახლა არის უფროსი 11 წლის. ეწყება მალე თინეიჯერობის პერიოდი და რაღაცნაირად ამ თინეიჯერობის პერიოდს თითქოს შორიდან ისე რომ სხვა არ შემამჩნიოს, უბრალოდ თვითონ რომ არ შემამჩნიოს, მაგრამ მე წინსწრებით ვეძებ რაღაცებს, ხან ვკითხულობ, ხან მეგობარს ვეკითხები, ფსიქოლოგს ვეკითხები, ნუ რაღაცები არის ესეთი რომ და მივხვდი რომ ამათ ახლა ჭირდება რაღაც მყარი ღირებულებების საფუძველი, საიმისოს რომ თინეიჯერობას ჩემი აზრით სწორად შეუდგნენ. ყველა ჩვენ აზრს ვცდილობთ როგორც მიგვაჩნია ჩვენი შვილებისთვის სწორი. ამიტომ გადავწყვიტე რომ მათი მუსიკალური რესურსი წამეღო ღვთისმსახურების დროს ჩვენთან აქ ახლოს სახლთან არის ტაძარი. აღდგომის დღეს წავედით, ძალიან ცოტა ხალხია და ქრისტე აღდგა იგალობის. ამიტომ მე მღვდელმა შეაქო ამათ მოეწონათ. მე პატარა საგალობელი დავამატეთ, დავამატეთ მათი ინტერესი ზოგადად ღმერთის მიმართ, რელიგიის მიმართ ბავშვებს აქვთ იქაური სამყაროს მიმართ ინტერესი და მეც რაღაცნაირად შევეცადე რომ ეს მიმართულება ესე შემომეტრიალებინათ. ახლა ვერ ვიტყვი რომ სრული წირვა იციან ზეპირად, მაგრამ მთავარი საგალობლების ძირითადი ნაწილი ზეპირად იციან და ღვთისმსახურებაზე თავისივე სიხარულით მიდიან და იქ ცეფისკვერს ელოდებიან რა. არ ვიცი ეს რას მისცემს, იმიტომ რომ რელიგიის, ოღონდ არ ვსაუბრობთ იმაზე რა არის სწორი და რა არის არამართალი და რა. ანუ ეს ნაწილი არა, ამიტომ ეზიარები, იმიტომ ვერ ეზიარები ახსარება, ანუ ეს ნაწილი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ის ნაწილი რომ მათ უხარიათ იქ გალობა. მთავარი ამბავი ესაა. დანარჩენი რაც დაელექებათ მათი ღირებულებების მისაღები ნაწილია და ხალხური სიმღერა ისწავლონ თუ არა, აქაც მანდ არ ვაძალებ სიმღერის ბოლომდე სწავლას. რამდენჯერ ყოფილა რომ ეთერში მოხვალთ იმ რომ ვერ ვიმღერებთ ეთერში ვერ მოვალთ. იმიტომ რომ ჩემმა შვილებმა 2-3 სიმღერა იციან თავიდან ბოლომდე, ისე რომ ჩემთან ერთად იმღერონ. გუნდთან ერთად ბევრ სიმღერებენ. მაგრამ ათობით სიმღერა იციან თითო კუპლეტი. ანუ ყველა დაგემოვნებული აქვთ. მაგრამ ისე იმიტომ რომ მამამ და დედამ თავი მოიწონოს რომ ნახე ჩემი შვილი რას ვღერის, ასე არ გვისწავლები. ამისთვის არ გვისწავლები. თუ თვითონ გაუჩნდებათ სურვილი, ასწავლეთ და თუმცა იმეს კუპლეტში ისე იმპროვიზირებენ, რომ აი მეც მიკვირს ხოლმე. მეც რო შეუცვლი, ისინიც მიცვლიან. მაგრამ მეორე კუპლეტის ტექსტი აღარ იციან და ვეღარ მომყვებიან და ტექსტი ყოველთვის ისწავლიან. თავარი ეს ისწავლონ, რითიც მოქმედებენ. რაც ძირითადი მოტორია მუსიკის. გაშარჟებული გვაქვს ეგ მომენტი, ალბათ თუ დამეთახვევით. კი ფილმებშიც გვინახავს ხოლმე თანევდების ბევრია. მამა რომ მიდის ნასვამი და ბავშვს აღვიძებს, იმიტომ რომ ლექსი მომიყევიან მიმღერე. ეგ ძალიან რთულია ბავშვისთვის. ძალიან რთულია. შენ რო გინდა რომ რაღაცა მამამ რო ეგ გენაცვალე იმღერე, იქნება იმ ბავშვს არ უნდა რა. არა, არასდროს გვაქვს ეგ ამბავი, არასდროს იდეის დონეზეც არა და მეც არ მაძალებდა მამაჩემი და არც დედაჩემი. დაძალება არის არ ვიცი. არ ქონდა ეგ ამბავი. ყველაფერს დაძალება ძალიან ცუდი. ძალიან ცუდ შედეგს იძლევა. დაძალება არის დაშორება იმ თემიდან, რასაც აძლევ. ხო. არის ცალსახად დაშორება.
ამიტომ როცა ხალხურ სიმღერაზეც მოდის აი წეგან რასაც ვსაუბრობთ, არ უნდა დააძალო, იმას აშორებ იმისგან. თუ იმიტომ იყავს რომ გინდა თუ არა დიდი მუსიკოსი გაიზარდოს, ამისთვის ცოტა სხვა გზებიც არსებობს და სხვანაირად უნდა გაყვეტა. თუ იმიტომ რომ უყვარდეს ხალხური სიმღერა, კაი მსმენელი გაიზარდოს და პატივის წეს ამ საქმეს, მაშინ არ უნდა დააძალო. ის დააშორებს. თინეიჯერობა რო ახსენეთ, მაინტერესებს, როგორი ფორმით უნდა გადავცეთ ფოლკლორი ახალგაზრდებს და ახალთაობას, რომ შევინარჩუნოთ ტრადიციაც და მომავალსაც ფეხი აუწყოთ. იმიტომ რომ ხა ჩემი გოგონაც, უფროსი გოგონა უკვე თინეიჯერია, დიდად ვერ უსმენს ხალხურ სიმღერებს. ვერ იღებს სიამოვნებას და არც არასდროს ვაძალებ, მაგრამ გული მწყდება. ამ მე მგონი არ არის გულის დასაწყვეტი და რაღაცნაირად მგონია რომ ერთი მხარეც არსებობს იმ ისეთი ტიპის ადამიანებისთვის, ვინც აი თან ქართველია და თან აი ამ ტრადიციებთან ვერ არის ახლოს, ან არ იცნობს, ან მოკლედ ეს დრო ჯავანდა. როცა ხდება ადამიანის იდენტიფიცირება და ის აპირებს თავის დამკვიდრებას, მოვა დრო, როცა შენი გოგონა აუცილებლად მოიშველიებს თავის ქვეყნის კულტურას იმ ევროპულ ერთიან სივრცეში, სადაც მას თავის დამკვიდრება მოუწევს. და აუცილებლად იამაყებს ამაზე და ალბათ უნდა მისცე იმის ცოდნა, სად მოიძიოს ინფორმაცია, რომ აი ხო ეს ძალიან მაგარია. შენ თვითონ გეკნება, ბევრია. ერთი ისტორიას მოვყვები. მე არ მიყვება, ბოდიში, ბავშვობაში მე ვერ უსმენდი. მე გეტყვი აი ხო არის რაღაცა გარდატყდა და აი გავგიჟდი ისე მომეწონა და გეტყვი რა სიტუაცია იყო. სანამ ჩაწერას დავიწყებთ საუბრობდით რომ მიშა ჩიკულაძე არის ნათლია ჩემი, ძალიან მაგარი, კარგი მომღერალი, ანსამბლ ფაზისის წევრი იყო და ერთ დღეს 17 გალაქტიონის დაბადების დღე ხო 17 ნოემბერს არის. ო, მე მგონი არა. 18 ნოემბერი, ანუ გალაქტიონის დაბადების დღეს მეორე დღეა და სახლში ვართ მე და ბაბუ სურამში და ეზონა გოგია ისმის ხმალ გავიხედე ნათლია ჩემი იყო მოსული ანსამბლის ბიჭებთან ერთად. გალაქტიონის დაბადების ყოფილა მეორე დღეს ჩამოიარეს და უთვად სახელდახელად სუფრა გავშალე და მე მაგ დროს უსმენ ქულიო მიყვარდა ძალიან და თუფაკი. აი 12 წლის ვარ, რა ძალიან თინეიჯერო. და ბაბუ მითხრა რომ ჩადი ღვინო ამოიდან. სარდაფში ჩავედი, ორი დოქი მიჭირას რომ ღვინო უნდა ჩავასხა და სახლიდან მესმის საოცარი ხალხური სიმღერა. და გავბრაზდი რომ მეთქი სტუმრები არიან და რადიო როგორ არ გამოსულა ღვინის ხუდებში. ხო, ოღონდ მე ეს ჯერ არ მომწონს, მე ნერვები მომეშალა რომ რადიო როგორ არ გამორთო სტუმრები არიან მოსული და დამავალეს ღვინის ავსება, შევედი და აი მონოსხლებით დავდექი და გამოშტერებული უსმენდი. თურმე მღეროდნენ. მანამდე თუ ქონდა ცოცხლად ასეთი სიმღერა მოსმენ. ასე მაგრად შესრულებული არა, თორემ მამა და თავის მეგობარი მღეროდნენ. აი მე ყველას ვურჩევ რომ თუ უნდა რომ აი რაღაცნაირად ვერ მოკიდა ხალხურ სიმღერას ხელი და უნდა რომ რაღაც მიხვდეს. აი რაღაც. კარგ მომღერლებთან ერთად თუნდაც რეპეტიციაზე ადგეს და ჩაჯდეს შუაში და იგრძნოს იქ რა ატმოსფერო იკვრება. ამას ვერც ტელევიზორი გადმოსცემს. და ვერაფერი. და ქართული სუფრა რომელიც ხან დამახინჯებ ხშირ შემთხვევაში დამახინჯებული ფორმით არის ეგრე არ არის. აი მართლა სადაც მომღერლები ერთმანეთს ეჯიბრებიან, მართლა სადაც ერთმანეთის კარგი ნამღერი უხარიათ და ესე ხინობენ აი იმ სუფრაზე ნახავთ ისეთ დიდ სიხარულს და ისეთ დიდ სიყვარულს რომ სიმღერას კი არ ეტრფი თურმე მე და დოდა დოძიეს კი არ ეტრფი ან დოს მე მიდან ნახტობს კი არ ეტრფი შენ ეტრფი იმას თუ როგორ გადადის დოდან მიმდე რემდე და როგორ თანაზიარი ხდება სიყვარული ამაში და ეს იმდენჯერ გამომიცდია მე თვითონ მინახი ადამიანები რომლებიც უცხოელებიც ქართველებიც მოულოდნელად რო აღმოჩენილან ამ სიტუაციაში ჩვენ გულშავნაბადასთან ერთად მე სახეზე ხელაფარებული უტირიათ რომ აი რამხელა ბიორეზონანსული ველი იქნება მუსიკით რომელიც შენ აღარ გეკითხება როგორ შემოიჭრას და შენ სხვანაირად გმართავს განგაწყობს სხვა მიმართულებით და მუსიკას აქვს ეგ ძალა რაღაცა მაგიური ძალა თუ აქვს რამე მუსიკას აგერ უკვე 27 საუკუნეა პირველი წყაროებიდან რომ მოდის და მოყვება ჩვენ წელთაღრიცხვამდე დაწყებული რომ მოყვება ესე იგი იმასაც უნდა კონდეს რაღაც ის რაც ნებისმიერ ერთმა გენიოსმა მოიფიქრა და ამიტომ უბრალოდ ამას უნდა სწორად მოწოდება, სწორ ველში მოხვედრა. და თუ აღმოჩნდი იქ სადაც მომღერლები ერთმანეთს შურით, ბოღმით და ღვარძლით ეჯიბრებიან, ვინ უფრო ხმამაღლა იმღერებს. შეიძლება ჩათვალო რომ რატომ იყვირიან. და ეს სხვადასხვა კონტექსტია, ამიტომ კარგად გილას და სწორად აი ზუსტად ეგ ამბავი ახლა ჩემს. მიხდი რომ თურმე რაღაცა საოცრება მქონდა მოსასმენი ჯერ კიდევ რა. ასე რომ იმ აღმაფრენის სურნელი რაც მე მიჩნდება ჩემ მეგობრებთან ერთად სიმღერის დროს ეგ რო შენც რომ განიცადო ანუ მას ვისაც აინტერესებს ცოტა ახლოს უნდა მოიწიოს ახლოს უნდა ჩადგეს ჩვენთან შეხების დონეზე რომ
მე ეს თავის ხეულზე იგრძნოს და დამთავრებული. მეუღლე ახალი მოყვანილი მყავდა, შვილი მასჭი არ მყავდა, ჟურნალისტი ვიყავი და გვაჩუქეს საქართველოს გალობის ფესტივალი იყო. იმის ბილეთები, მარიკამ რო გაიგო, გადაირია და წელი მწყდებოდა დავით ვაღიარებ, აი ვერ ვხვდებოდი გან არა უნდა ყოფილიყო ახლა. აი წელმოწყვეტილი მივედი ვზივარ და ოღონდ იქიდან გამოვედი ხვიტირე ჟუანტელი და ისინი ხო ისე განცდები იყო საოცარი. არ მეგონა თუ აი ესე ტელევიზორით მართლა ვერ მიიღებ იმას, რაც რეალურად არის რა. აი ეს კონცერტითაც კი სრულად ვერ იღებ. აი სულ მაქვს ხოლმე ეგეთი განცდა, რომ ფორმატს ვეძებ, თან ვერ მოვიცალე, კი მაქვს ნაპოვნი, მაგრამ ამ რაც მაქვს ნაპოვნი, მას ჭირდება თავისი ხორცს შესხმა და ვერ მოვიცალე, რომ ფორმატი შევცვალო ჩემ ცხოვრებაში ერთხელ საკონცერტოდან გადავიტანო ცოტა სხვა ფორმატში. არ გულისხმობს უფრას. ერთ-ორჯერ მქონდა აი გამოცდილება კორსიკაზე და კორსიკაზე იყო ეს, როცა რეპეტიციაზე გაიყიდა ბილეთები. ანუ ცოცხალ პროცესში გაიყიდა ბილეთები, ისე შეზღუდული, ანუ 200 და 300 კაცი არა, აი. ერთი ათეულისთვის, რომ მან ეს შეხება იგრძნოს. ხო და ეს ნაწილი ახ ბილეთების გაყიდვას არ გულისხმობ, მაგრამ კულტურული ფორმატი მინდა მოვიფიქრო ისეთი, რომ ყველას ექნება შესაძლებლობა ამ პირველ შეხების და ეს იქნება ბუნებრივი, უბრალოდ ამას ჭირდება რაღაცა ბუნებრივი შეხედვა. კორსიკა ახსენეთ და როგორც თქვი, ძალიან ცუდად ვიცი ფოლკლორი, არ ვიცი კარგად, ზედაპირული ცოდნა მაქვს, მაგრამ რაც მომისმენია, კორსიკული პოლიფონია ძალიან გავს რაღაცით ქართულ პოლიფონიას. სხვა მსგავსებები თუა სხვა ქვეყნის პოლიფონიებს შორის? კორსიკაც გავს, აფრიკულიც გავს და ბევრი სხვა. და ეს მსგავსება საიდან მომდინარეობს, მან მარტივად გეტყვით. პოლიფონია არსებობს ბევრნაირი. სტილურია. ანუ შეიძლება იყოს აფრიკული ტიპის, სადაც კრიმანჭულიც ისმის და ყველა თავის რიტმს ჭრის და რაღაც ერთიანი, რომელიც გურულებს გვაქვს და ემსგავსება ერთმანეთს. შეიძლება იყოს კორსიკული, სადაც გაბმულ ბანზე ორი ხმა თამაშობს, რომელიც ქართლს ახასიათებს. შეიძლება იყოს გაბმულ ბანზე ორი ხმა და მოდულაცია და კიდევ უფრო დაძაბულობა, რაც კახეთს ახასიათებს. და საბოლოო ჯამში ესე რომ ჩამოვთვალოთ, იზალი ზემცხოვსკი ამბობს ეგეთ რაღაცას, ეს ეთნომუსიკოლოგიის მამად წოდებული და პატრიარქად წოდებული კაცი იყო, რომელიც ამბობს, რომ თუ ახალი ტიპის პოლიფონიას მოვიძებთ, ან მეცნიერები დაადგენენ ახალი ტიპის პოლიფონიას რამეს, ნებისმიერს. ის არის თუ არა ახალი ტიპი და არის თუ არა პოლიფონია, უნდა ავიღოთ და დავადაროთ რომელიმე ქართული ტიპის პოლიფონიას და მაშინ კი, ანუ იმდენად მდიდარია ქართული მრავალხმიანობის პოლიფონიის ტიპები. გაიშალო წელში ასეთ რაღაცას აი რო თუ სადღაც ახალ მიგნებას მეცნიერები გააკეთებთ, წამოიღეთ, დაადარეთ და თუ არ დარდება, მაშინ არ არის ახალი. აი თუ არ დარდება, აი ეს ასე ხედვა ამ მასშტაბის და ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ კორსიკულიც, მაგრამ კორსიკული გავს ჩვენი 20-მდე დიალექტის ერთ-ერთს. აფრიკული გავს, გააჩნია რომელ აფრიკულზე ვლაპარაკობთ, აი გურულს ონ გავს, მაგრამ აი მსგავსების დროს ფაქტურის თვალსაზრისით იმდენად მაღლა დგას ქართული, რომ იქ ახლოს ვერ მიდის. ანუ აი იმ სტილშიც კი უპირატესია. არა თუ სტილური მრავალფეროვნება, იმ სტილშიც უპირატესია. სხვათა შორის გუშინ ახლა ბევრი შეიძლება გადაირიოს. ორველას თითქმის ანალოგი ქონიათ სომხებს. ტექსტიც კი ძალიან. ორველას კი, ანუ იქ ორველას ეძახიან. ეს შრომის სიმღერები არის ჩვეულებრივი ამბავი. ეს ზოგად კავკასიური კონტექსტია. ჩვენ ესე ჩამოვარდით და აქ დავეცით მარტო ეგრე არ არის. ჩვენ მიგრაციული ქვეყანა ვართ, ევროპა-აზიის გასაყვარი ვართ, აქ ვაგროვებთ და მერე ვქნით. დავსვავ იმ კითხვას, რომელსაც ყველა მუსიკოს ვეკითხები, ვისთანაც შეხება. ვიცოდი რომ მაგითხვას დასვამდი, მოვიდა მაგის დრო. რატო არ არის სიმღერები მამაზე? ხალხურ სიმღერებში, ხალხურ შემოქმედებაში არის. არის? ოღონდ არ არის სახელდობრ მამაზე, არის მამის ქცევაზე. აი ჩაკრულოს ბევრი ვარიანტი, შვილი მამას ეუბნებოდან დაწყებული ბევრი თემაა, სადაც მამა ანახსენ. ხალხურ სიმღერაში გვაქვს. ისე ხალხურში თუ უნდა ხალხურში იქნება, იმიტომ რომ ხალხური სიმღერა ბუნებრივი ცხოვრების ნაწილია, მამის და დედის შემადგენელი ნაწილია, ამიტომ ტექსტი ისე იკარგება ხოლმე ზოგჯერ რო უსმენ ისე მიყვები რომ ტექსტი შეიძლება დაეკარგოს და ხალხურში მართლა იქნება ალბათ რაღაც. კარგი მოძებნა უნდა ალბათ. მამის სიამოვნანა არ არსებობს, ხო? არსებობს. კახეთს აქვს ერთადერთი, შეიძლება სხვაებიც იყო, მაგრამ ჩვენ ცნობიერებას რაც შემორჩა, არის კახური ნანა, რომელიც მხოლოდ სუფრაზე ითქმება და კაცები მღერია.
ეს არის კახური ნანა, რომელსაც მამების არ ქვია, სუფრაზე სამღერი კაცების ნანა ქვია. ადრე წავიკითხე. ინგილო ქალებს ქონიათ ეგეთი გასახვიძებელი იავნანა. ინგილო ქალებს არა მხოლოდ, ნახე, მთელ მსოფლიოში. ნანა არ არის მხოლოდ დასაძინებელი. ნანა არის გასაღვიძებელი, ფეხზე დასაყენებელი, სათამაშო, ძეობის ნანა, დასაძინებელი და ხანგრძლივად ძილისთვის კიდე სხვა ნანაა. ანუ ეს მთელი ციკლია, ისევე როგორც ბატონების მოსარჩენის სიმღერა, ეგეც იავნანებში შედის. ანუ დასაამებელი იავნანა ნიშნავს, რომ დაგეამოს ეგ ნანა. ამ ნანებს აქვს მერე სხვადასხვა ნანა არის ჟანრი და ქვევით არის დასაძინებელი, გასაღვიძებელი, იავნანას ნანა, ბატონების ნანა და ასე შემდეგ. ანუ ბავშვთან დაკავშირებული მთელი ციკლია და ამას ქვია ნანა. და ამის შიგნით არის მერე დანარჩენი. რამდენი რამე არის ასე რომ ხალხურ სიმღერას ხო აი ეს ხო გაინტერესებს უკვე ესე ანუ ასე რომ აუხსნი ახლა ბავშვს რო ეტყვი მე უკვე იმას უყვარდება და ეს ინტერესით მოდის და იმას თუ დააძალებ რომ შენ ეხლა დოდან რიეზე ეს აგიმაღლდა ან დაბლა ჩამოგეწია თორემ და ამის გამო გარეთ გაგაგდებთ არ დაგინახო გუნჩი მოსული იმას იავნანა არ დაიძინებს არამს თუ იავნანა ღამე დარდით არ დაიძინებს აუ ჩაკრულოს მინდა დაუბრუნდე კი ვიცით რომ საიდან ვიცით 2014 წლის ინტერვიუ ნახე სადაც აღარ მახსოვს ვისთან იყო სპეციალისტი იყო სადაც 14 მილიარდი კილომეტრით არისო წარმოვიდგინე 2014 წელს უკვე მოიცა რამდენი მილიარდიო ხო ეგრე იყო რა და ახლა 16 მილიარდი კილომეტრით არის დაშორებული უკვე დედამიწა და ეხლა სად იქნება ვერც წარმოვიდგეთ აბა ან არის და ან არა 16 ან კიდე სადღაც სხვაგან არის იმიტომ რომ ეგ უკვე ისეთი შორი მანძილია 1960 ხლა იმას რომ 17 ეთქვა ვიშია ხო ეგეთი ამბავია და ის არ ვიცოდი ეგ ამბავი 1977 წელს ხო გაუშვეს და თურმე მაშინდელი ხელისუფლება საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა რომ გაეგზავნათ ისა პადმასკოვნია ვეჩერა იქ შესულია თუ დაინტერესდებით გადმოგი ამას პატარა დოკუმენტური ფილმი მაქვს გაკეთებული Marmaris of the Earth ესე ქვია დედამიწის ღიღინი ამ პროექტს რითიც გაიგზავნა ორი ხომალდი სადაც სიმღერები ჩაიწერა 55 ენაზე მისალმება იწყება შალომ სალუტო ლაი სალუტო სატოლოს ყველა ენაზე მესმის ყურში იმიტომ მოსმენი აქვს ბევრი როგორც გამარჯობა არ არის არ არის გამარჯობა არის 45 რუსულად ტრანსლაცია არის ისმის და ჩამონათვალში თუ არ ვწდები მე-13-ია ჩაკრულო და 27 არისო სულ რაც ხო და ამ ჩაკრულოში ბოლოს აწერია საბჭოთა კავშირი აბარა იქ და იქ ოღონ მანამდე არის ლუი ამსტრონგი, რეი ჩარლზი, მოცარტის მერია ჩაკრულო და ეს ამ თანმიმდევრობასაც არ ვიცი რამდენად აქვს მნიშვნელობა ყველაფერ სიმბოლიზმი შეგვიძლია მევაწებოთ მაგრამ ის რომ ჩაკრულო არის შიგნით შესული და გაიგზავნა ოღონ უნდა ვიცოდეთ რომ სრულად არ არის ჩაკრულო გაგზავნილი იმდენად ვერ ეტეოდა დისკზე ყველაფერი რომ ფრაგმენტებია ყველაფრის გაგზავნილი და არის გაგზავნილი ბოლო ნაწილი ჩაკრულოს უფრო ისროა აი ეს ბოლო ნაწილი სანამ ის შევა აი მეორე ნაწილიდან რო იწყება ცოტა კიდე უფრო ადრე მაგრამ ნუ სრულად არ არის ნეტა არ აპირებენ მეორე ნაწილის ანუ მეორე დისკის გაგზავნა ასე ხო ისე შორსა იმას რა დაეწევა მაგრამ ახალი მიაყოლა სხვა მიმართულებით გაუხსნა სხვა მიმართულებით თვარეზე გაუშვეს ხალხური სიმღერა როცა გორის გუნდი აგერ ცოტა ხნის წინ გაიგზავნა და აფხაზური სიმღერა შეერჩია თეონამ და კარგი მიგნება იყო რომ აფხაზური შეერჩია იმიტომ რომ რაც არ უნდა მოხდეს რაც არ უნდა ძალმომრეობა წავიდეს თვარეზე მაინც არის რომ აფხაზური სიმღერა ქართული ხო კარგი მიგნება ნამდვილად კაც ეცოდინებათ რომ ჩაკრულოს საბჭოთა კავშირი კი არა ქართულია რო ნახავენ იციან დარწმუნებული ვარ კი ეს ძალიან მარტივი საკითხია და სულ ვიძახი ხოლმე რომ ჩემი ერთ-ერთი ოცნების კრებულია წიგნი რომელსაც გავაკეთებდი სამწუხაროდ არ მაქვს ახლა რესურსი და სულ ეუბნები ყველა დროის სახელისუფლებურ გოლს ვისთანაც მიწევს ხოლმე შეხედა რომ გავაკეთებდი წიგნს სადაც მუსიკალური მოსმენის დონეზე მარტივად გამოჩნდებოდა კუთხეები აი მაგალითად აფხაზური სიმღერების მერე ჩავსვავდი მეგრულ სიმღერებს და მერე სხვა იმ ქვეყნის სიმღერებს რომლებიც იჩემებენ რომ ჩვენი აფხაზეთია და მარტივი ყურმოსახვედრი და თვალდასანახი იქნება აფხაზურ სამოს რო შეხედავ და ქართულ სამოს და მერე სხვა ქვეყნების სამოსებს მიხვდები ვისი კულტურის რა ნაწილია და ვისთან უფრო დიდი დაძმობა და ერთოჯახობა ამ სმენელობა უფრო დიდი ნიჭია თუ კარგად სიმღერა კარგად სიმღერა მგონია რომ არის ღვთის ნიჭი რომელიც აი გებოძა და გეჩუქა და შენ არ უნდა დაიბრალო ეს თუ გაზრდი კი ბატონო მაგრამ რასაც დაიბრალებ ეგეც იქედან თესლი იქ არის ჩაგდებული და სმენელის ამბავიც ალბათ ეგრეა და როგორ გაზრდი და რომელი უფრო კარგია რომ შეადარო როლი რომელი უფრო დიდია არ ვიცი ვერ ვიტყვი თუმცა სმენელს ძალიან დიდი როლი აქვს მაგრამ არ ვიცი ხო რთული კითხვა ალბათ ერთი მეორის გარეშე არ არსებობს ანუ საპირწონე ნაწილები არ არის
მგონია რომ ერთია. სული უფრო მნიშვნელოვანია თუ ხორცი რო ადამიანი იყო. ალბათ სული უფრო იტყვია, იმიტომ რომ სული რაღაც ღვთის ნაწილიდან არის და მაშინ ისე ღმერთთან მივდივარ მსმენელობისა და შემსრულებლების ნაწილში, მაგრამ ხო ერთიანობის ნაწილი, ამას ვერ დაშლი. დავით, ყველაზე უცნაურ ადგილას სადგიმღერია თუ ყოფილა რაღაც ეგეთი შემთხვევა. ერთხელ იყო მახსოვს Mercedes-ის მოდების ჩვენება, რომელიც ქართული მუსიკით გაფორმდა და იქ ვიმღერეთ. მეგობრის შეყვარებულისთვის საღამოს რაღაც ერთ-ორჯერ, ბევრჯერ არ მიმღერია, არ ჩემ მეუღლისთვის არ მიმღერია. რაღაც ეს პათეტიკური რაღაცები არ მხიბლავს ხოლმე, არ ვიცი რატომ, მაგრამ არ მხიბლავს. თუ მართლა რაღაცა ესეთი არ არის და არ ვიცი, შეიძლება არც არის პათეტიკური, მაგრამ ჩემთვის რაღაც აუ მე მაქვს მუღამი რომ ჩემმა შვილმა ეგრეთ თავის შეყვარებულს უმღეროს და მე ვერ ვიმღერებ. ცუდი და ურიგო არ არის. არა, ცუდი და ურიგო ძალიან მაგარი განცდაა, მაგრამ მე არ მაქვს ეს რაღაცა ესეთი პრაგმატული კაცი მგონია უფრო ჩემი თავი. მე ორი გოგონას მამა ვარ და ნეტარა რეაქცია მიქნება, ვიღაცა რომ უმღერ, არ ვიცი. არ ვფიქრობ ჯერ მაგაზე. მაგაზე არ ვფიქრობ. აუ დედა შენი უნდა დადგეს და ძალიან ბედნიერი იქნება. დაბადების დღეებზე, როგორც წესი, რა ლამაზი დღე, მაგას უმღერეთ. ხალხური სიმღერა შეიძლება ვიმღეროთ დაბადების დღეზე. მრავალჟამიერი აქვს. აუ აბარა და ეხო ხო, ნუ მრავალჟამიერია და მრავალჟამიერი ხა ჩვენ რატომაც გონია რომ ყველა ტექსტში მრავალჟამიერი ის, იმიტომ რომ ჯერ არ არის კიდე ისე პოპულარული ხალხური სიმღერა, რომ გონია რომ წუთის ოფელი ეგრეა დღეს ღამე უთენებია უნდა იმღერონ და არა, უამრავი მრავალჟამიერია სხვადასხვა ტექსტებით. ნუ მაგას ვკითხულობ და ძალიან მაგარი. დედამა ეგეთი ჩაკრულოც არის ეგეთი ტექსტით, ანუ მეწავალ ზეცად ვიხარებ მინდვრალ ფრინველად გავხვდები მტრედად ეგეთი ტექსტებიც არის. იქ ისეთი ტექსტებია, ისეთ საოცარი ტექსტებია, რომ აი ცალკეა ხალხური მუსიკა და ცალკეა ხალხური პოეზია, უბრალოდ ხალხურ პოეზიასაც აი ჭირდება ესე გულდაგულ აი საოცარი ტექსტი ვნახე ამას წინ. ისე მინდოდა მემღერა, მინდოდა რომ ყველასთვის მე თქვა ეს ტექსტი და მე გამოვიყენე სადაც ხალხურ სიმღერაში. ეს ჩვეულებრივი ამბავი არ გეგონოთ რომ მე რამეს განსაკუთრებას ვაკე, ანუ ნორმალურმა ოსტატმა ვიცით რა თავის საქმისას აკეთებს, უნდა იცოდეს რომ შეუძლია იმპროვიზაცია და ცვალოს რაღაცეები. და საოცარი ტექსტია მარხვის გაუგონია მეცხვარისა და მგლისაო. აი ბოდა დაფიქრდი ახლა ამაზე რომ მარხვას რამხელა მნიშვნელობა აქვს რელიგიაში. მეცხვარისა და მეცხვარი, აი როგორ უნდა აი იმას რას მოსთხოვს ღმერთი და მგელს რას მოსთხოვს. რომელიც სიმღერაში ჩასვიცავით. ჩაკრულოს ფორმის არის ძმაო რა იჯობდე ძმობასა, მოკლედ ბრძოლის შინაარსი აქვს და აი მაგ დროს არის კულმინაციური მომენტი, სადაც მარხვის გაუგონია. კაცო მეცხვარის აი ფრაგმენტს გამოგიგზავნით, ცალკე თუ გინდა ცალკე მიაბიდ და ნახავთ როგორ ემოციური კონტექსტით იქნება. ეს ტექსტი არ ყოფილა მანამდე სიმღერაში. ექსკლუზივი გვაქვს. რა მაგარი ნათქვამია, აი რა. ისეთი ნათქვამია, ისეთი ორი წინადადება. აი ორი წინადადება. მიდი ახლა და ედავე გინდა რელიგიას და გინდა ადამიანობას და იცი რა მან მხოლოდ დოგმები ვერ შეადგენს ადამიანის ცხოვრებას. ამიტომაც ეკლესიამ კულტურათან დაუკავშირა დოგმებს და სისრულე მოიყვანა. ამიტომ თან მარხვაც მარტო ჭამახუ არ არის. შეიძლება სულიერად ეგ არის ზუსტად. ხო და აი საკითხი ეგ არის. მარხვის გაუგონია მეცხვარისა და მგლისა. ტალარიელ ხარხელაური ჩავწერეთ და მეცხვარე იყო ერთ პერიოდში ზღვარში იყო და მოგვიყვა მეცხვარის ყოფა. რა მძიმე ყოფა. აი ხლა იმას მარხვა მოთხოვე ხორცის გამო და მე აქეთ ვიღაცა ხორცს არ შეჭამს და სხვა რა აი სადაც გინდა იქეთ დაინახი ეგ ფრას. რამდენი რამე გვაქვს სასწაული აღმოსაჩენი ადამიანებს და რამდენ დროს კარგავთ უამრავს კი. დავით ერთ ინტერვიუში ასეთ რამეს ამბობთ გორგილაძესთან ძალიან მაგარი ინტერვიუ იყო, აი ვისიამოვნე რომ უყურე რომ ახლავე ვაგროვებ ფინანსებს რომ ბავშვები უცხოეთში გაუშვა სასწავლებლად. იქაც ახსენით რატო აკეთებთ ამას და ჩვენთანაც რო თქვა აი რატო. აი ხე ცოტა ხნის წინ იმის მერე გავიდა 1 წელი. თითქმის იმ ინტერვიუს მერე თუ სწორად მახსოვს. და უფრო სხვანაირად შეიცვალა ეგ ამბავი. ის რომ გაცვლითი პროგრამით მე სტუმრები ჩამომდის სახლში, რომელიც ხანგრძლივად იცხოვრებს ჩემთან. ამერიკიდან. ხო, ეს ბავშვებისთვის მაგარი გამოცდილება იქნება. ეს არის ამერიკელი ბავშვი, რომელიც ჩემ შვილებთან ერთად იცხოვრებს ხანგრძლივადით. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ გასვლით პროგრამა, რომ ჩემი შვილები უნდა გაუშვა მე. არა, ეს სხვა ნაწილია. ეს ნიშნავს იმას, რომ მე ჩემ სახლში შემომივა სხვა ქვეყნის განსხვავებული და უცხო კულტურა, რომლის მიმართაც ჩემ ოჯახს
დახვედრის შიში და მასპინძლობის შიში არ აქვს. იმიტომ რომ მე მგონია რომ მაქვს ისეთი ღირებულებები, ესე ვფიქრობ, რომ შემიძლია სხვა კულტურას დავხვდე ლაღად, პირიქით. ღიად ვიმასპინძლო და მივიღო. ჩამოვიდეს რა დიდებული კულტურაც არ უნდა იყოს. თუ რამე სასწავლი მაქვს, მივიღებ და თუ რამე მასა აქვს სასწავლი, ხელგაშლილად დავხვდები და ანუ ასეთი ტიპის გაცვლითი პროგრამა გეხმარება არა იმაში, რომ სხვისი ისწავლო მხოლოდ შენ აღმოჩნდები ისეთ გარემოში, რომ სხვა გზა არ გაქვს. შენსაც უნდა დაიყრდნო, რომ სხვას კარგად დახვდე და ამიტომ ჩემი შვილები თავისას ისწავლიან, ბევრს იმის ჩამოსვლით და სხვისას დაინახავენ კარგად და ესაა მთავარი კონცეფცია ამ ყველაფრის. დარწმუნებული ვარ, როგორ გაუმართლა იმას, ვინც ჩამოდის, რომ ასეთ მასპინძელთან მოდის კულტურის სასწავლად. რა მაგარ რაღაცებს ისწავლის ფშურს. ის მეორე ცალკე ამბავი ეს ამაყად რო ხვდები. ხო. რო შენს დაახვედრებ ისე რომ კი. ხო, ანუ აი ამის ხო, შიში ყოველთვის ხო ეცგა უცხოებიდან არის გამოწვეული. თუ რამის გეშინია, იმიტომ რომ არ იცი. და თუ იცი ის რაც არის და იმას როგორ მოუარო, ანუ თუ იცი შენი ამბავი, ნუ ცოდნის ნაწილია და ამიტომ ეგ ძალიან გონია რომ საინტერესო იქნება ჩემი ოჯახისთვისაც, ჩემთვისაც და ჩემი შვილებისთვისაც და სტუმრისთვისაც რა თქმა უნდა. იმისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება. სტუმარი დარწმუნებული რომ ბევრში სწავლის თქვენგან. დავით, თქვენ თუ გისწავლოთ და გისწავლიათ თქვენი შვილებისგან. რა თქმა უნდა, სხვანაირად შვილებისგან ყველას განსწავლობ. აი ყველას განსწავლობ და შვილებისგან მით უფრო. შვილებისგან ხარ ზოგს გონია რომ მან მაინც არ გონია, არ ვიცი ეგეთი ადამიანი ხარ, მოვიგონე. რა მან მაინც რაღაცა უნდა ისწავლო, არა, უბრალოდ მასთან დამოკიდებულების დროს შენ სწავლობ შენ, ისწავლობ მამობას. სწავლობ რას ნიშნავს იყო მამა და როგორ უნდა გაზარდო შენი შვილები, რა არის ფორმა. ვერ ვიტყვი, მე ვერავის ვერ მივცემ ახლა რჩევას, იმიტომ რომ ჩემი შვილები ჯერ არ გაზრდილან და პროცესში არიან. ამიტომ მე უბრალოდ ჩემი ხედვები მაქვს და ჩემი განცდები მაქვს, რომ ჩემმა შვილმა მინდა დაინახოს თავის მშობელებში ის საუკეთესო ადამიანი, რომელსაც მე მომუნდება რომ ემსგავსო. იმიტომ რომ მე მაქვს გამოცდილება. ჩემთვის ბევრს ვახსენებ ხოლმე მასწავლებლებს, ბევრს ვახსენებ ყველას, ბევრს, მაგრამ აი გულწრფელად გეტყვით. ყველაზე დიდი და წონიანი ამ ქვეყანაზე თუ ვისაც ვინმეს ვიცნობ, მართლაც მამაჩემი. აი გულწრფელად. და როგორი ურთიერთობა გქონათ თავის? ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს ახლაც და მის გარეშე განა იმიტომ რომ არ შემიძლია, განა იმიტომ რომ რაღაცა რთული დამოკიდებულება მაქვს, არც ფსევდოკულტურული ურთიერთობა მაქვს მამა-შვილ შორის, არა, სიამოვნებს და მდიდრდები, როცა მე მას რაღაცას ვუზიარებ და არ არის ისეთი მამა, რომელსაც ჩაჭიდება ჩვევიახო. მახსოვს და ჩემს ცრემლები მოდიოდა, როცა მამაჩემი მე და ჩემი მეუღლეს გვაძალებდნენ, რომ ეხა დროზე გადადით სხვაგან საცხოვრებლად. განა იმიტომ რომ ჩვენ პრობლემური, არა, იმიტომ რომ თქვენ გჭირდებათ დამოუკიდებლობა. კი ბატონო. რა ძალიან იშვიათია. კი ეს კატეგორიულად ქონდა მას მოთხოვნაში. აი მისი კატეგორიულობა იყო, სანამ ცოლს მოვიყვანდი მანამდეც, რომ ისე უნდა დაოჯახდე, რომ შენ ცალკე გადახვიდე. არა იმიტომ რომ თანაცხოვრეთ და მე ისე მოხდა რომ ჩვენ დაგვჭირდა მასთან ცხოვრება და ჩვენ ვიცხოვრეთ მათთან რაღაც პერიოდი, სანამ ამ სახლს ავაშენებდით, მაგრამ ნუ ანუ ეს ამბავი აქვს მამაჩემს და მე მართლა მგონია რომ ბრძენი კაცია და მასთან სხვა ურთიერთობა მაქვს. მიუხედავად დიდი კამათისა და ხშირი კამათისა. ეგ კარგი კამათია, ასე მგონია რაღაც ეგ ზრდის. კი. მამა როცა ესწრება თქვენ კონცერტს, რაღაც დამატებითი ღელვა არის? არა, გულწრფელად რომ გითხრა, იმიტომ რომ არ მაქვს მამაჩემთან ანგარიშვალდებულებითი განცდა. რა მაგარი რაღაცა თქვი. ხდები რას ვამბობ, ანუ დედა ესწრება, მამა ესწრება და ეხა ეს მშობლები რო ესწრებიან სხვა პასუხისმგებლობა მაქვს, არ მაქვს ეს ვალდებულება მათ მიმართ. მათ მიმართ თანადგომის განცდა უფრო მაქვს, ვიდრე გამოცდა ჩავაბა რომ მათ წინაშე. ეს არ მაქვს. თქვენ როგორ დაიწყეთ სიმღერა? იყო მშობლებისგან რაღაც მითითება, თხოვნა? მიმიყვანეს თბილისში ჩამოვიდნენ გურიიდან რთული ცხოვრების გამო, რომ აქ იქნებ უკეთესი რამე ენახა მამას და ჯერ მამა გადმოვიდა 1-2 წლით, შემდეგ მთელი ოჯახი გადმოგვიყვანა. ისე მენატრებოდა ხოლმე მახსოვს ბავშვობაში, რომ ძალიან მიყვარს მამაჩემ, ძალიან თბილი კაცია და დიდი მონატრება მქონდა ხოლმე. ცოტა ხნითაც კი რაღაც ეს მიზიდულობა მიჩნდებოდა, რომ გადავედით თბილისში ერთად. პლეხანოზე რო ჩაისერნეს და ინახეს, რომ აქ ისწავლებოდა ხალხური სიმღერა და ნუ აღმოჩნდა ანზორ ერქომაიშვილთან. სადაც მოისმინეს და რაღაცა აღმოჩნდა ბავშვთა გუნდში და იქედან დაიწყო ჩემი მეგობრებისადმი სიყვარული და მეგობრებიდან შემოვიდა ხალხური სიმღერა. და ეხლა ბავშვები არიან ბებიასთან და ბაბუასთან გურიაში. კი, ნუ იმათ არ შეუძლია ერთმანეთის გარეშე და ესენზე როდის გაგვიშვებ, ხო ჩამოხვალ ცოტა ხნით, გაკოცებ და მე წახვალ, რომ არ წამიყვანო, არ წახვალ არის რო განა მამასთან არ უნდა. უნდა რომ არ წაიყვანო. რა მაგალია ეს ბებია ბაბუის კულტურა არის საოცარი რამე. ახლა ანალოგიურია ჩემებით, სურამში არიან და აი დაიწყო თუ არა არდადეგები, ბაღი დასრულდა თუ არა, მეორე დღესვე მეუბრეოდა პატარა უწავალ ახლა რა. მეორე მხარე იყო ჩემი სურამი ეგეთი, აი კი გითხარით, რომ სურამში გავიზარდე დედის
ნაწილი მხარე იქ ექნა. და ჩემიც გურიდან არის, თუმცა ნათესავები ყავს და საოცარია ეგ მხარეც. გეთახმებით. მეც გეთახმებით. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ბებიას და ბაბუას სოფელში არ ჯობია არაფერი საერთოდ. სხვანაირად ტკბილია. უბისელი ბებია ბაბუა მყავდა და უბისაკი გეცოდინებათ. კი. ყველაზე მაგარი, აი შორიდან რო დაიძახებდა ხოლმე მერიბებო გენაცვალოს ბებიამო, აი ეგ გენაცვალოს ბებიამ იყო ყველაზე მაგარი. მიშო, თამაშზე ხო არ გადავიდეთ? სიამოვნე. ცოტა უცნაური თამაში გვაქვს. მოგზავნე. ესე იგი, თამაში ქვია სიმღერობანა. გეტყვით სიტუაციას და რა სიმღერა მოუხდებოდა. დავიწყოთ ასეთით, ბავშვმა გაიღვიძა ძალიან ადრე. და გაგაღვიძათ. რა სიმღერა მოუხდებოდა ამ სიტუაციას? მე რო უნდა უმღერო თუ იმან რო თუ სიტუაციის ზოგადად ფერად შინდია ეგეთი გურული სიმღერა, რომელიც არის ტექსტით სატრფიალოა, მაგრამ აი მუსიკით მაკვარანცხობა. ზანუ ვეგამბავი ალბათ, ფერად შინდი. ო, რა მაგარი სიტყვა. მაკვარანცხი. ვალამ სიმონიშვილის ვერსია უბრალოდ, მას კიდე სხვანაირად აქვს. კაი, შემდეგ იყო ეს ლადოს მოფიქრებული თამაშია და ჩაუსვია. პირველი რო არ ჩასვიეს, მიყვირს. საყვარელმაც გუნდმა წააგო. აბაულაზე კაი ეხლა რა უნდა ვთქვა, აი მაგლი მზავერსია გვაქვს. აი მოწოდებული სხვა შორს იქ მზავერსია რო გვაქვს, მაგაზეც ვიტყვი. ეს შემთხვევით მზა არ გვაქვს. მან არ დაიდარდოს გვახსოვს არ დაიდარდო ფილმი კიდე ხო? ტრილოგია იმის. ის კინო, რომელიც ქართული ტრადიციული მუსიკით გაფორმდა, აი რამდენი ფილმი გაფორმდა ქართული მუსიკით. ხო, ბევრი. სადაც ჯანსუღ კახიძის ხელი შეეხო. აბაულა არის პირიქით ბრძოლის სიმღერა და მოგების და გამარჯვების სიმღერაა. მაგრამ დიდმა მუსიკოსმა იცის როგორ მოგაწოდოს მუსიკა ისე, რომ ისეთი ანაბეჭდი დატოვოს შენზე, რომ მე არასდროს დაგავიწყდეს. ჰარი რაც გვახსოვს ტაია, ხომ ეს არის მეგრული სიმღერა ჰარი, რომელიც ისე გადააკეთა ჯანსუღ კახიძემ, რომ სხვა ფორმა მისცა. შერეკილების ისიც ხო ჯანსუღ კახიძემ. შერეკილების კი, ამიტომ დიდ მუსიკოს და დიდ მუსიკას და ხალხურ მუსიკას შეუძლია ისეთი ყვალი დატოვოს, რომ აი ახლა მზავერსია გვაქვს და ეს მზავერსია მანამდეც ჰქონდა, მაგრამ ჯანომ სხვანაირად მოგვაწოდა ეს და ასე რომ დიდება მისი სახელის დამსახურებაა ჩვენ რომ ახლა მზა გვაქვს. მადლობა მას. შემდეგი მაღაზიაში შეხვედით და ეს ჩვენ დღევანდელი რეალობაა. მაღაზიაში შეხვედით და საყვარელი პროდუქტის ფასი გაორმაგებული დაგხვდათ. რა სიმღერა მოუხდება? ხო, არის ერთი იმერული სიმღერა გამახსენდა შუკა შარა, სადაც ჩქარა ამბობენ ტექსტის რომ აი რომ მირბის ისე. მოვასწრო რომ კიდე არ გაძვირდეს ახლა. არის ხო. მე უზრდელური რეპი მახსენდება ხოლმე მაგდროს. ხო, ეგეც შეიძლება. შემდეგი არის ძალიან საინტერესო რამეს უყურებთ და შუქი გაითიშა. აუ რაცო მამაზე მინერვულია ხოლმე ბავშვობაში 90-ში. საკვანძო მომენტში უნდა ჩამქრალიყო მაინც და მაინც. და ჩაქრა შუქი. ხო. არ საცოდაობაზე და უბედურებაზე იმდენი სიმღერა უგაქვს. ალბათ რაღაც ეგეთი. მაგრამ არ ვერ გეტყვი, არ მახსენდება. შეიძლება სამხიარულოც იყოს გააჩნია იქ ატმოსფეროსაც გააჩნია როგორ აღიქვეს ეს. აუ ის რო არის მტრობაში რო მუხრას რო მოკლავენ და ეგეთი რაღაც ეგეთი ამბავი. შემდეგი წიგს კითხულობთ ძალიან საინტერესო, გადიხართ ბოლოში და გადაშალეთ და ბოლო 5 ფურცელი აკლია. რა სიმღერა მოუხდება ამ სიტუაციას? ალბათ ისეთი რაც იმპროვიზაციას დიდ დოზით საჭიროებს, რომ ისეთი უნდა დაასრულო. მაინც გუგლზე მივდივარ. ისეთი კითხვები გაქვს, რომ გამოსავალი უნდა იპოვო და გამოსავალი იმპროვიზაციაშია. უნდა მიადგე მაგას, სხვა გზა არ არის. თან ჯერ შვილებში უნდა მოიკითხოთ, ხო არ ქეთ. აუ, კეთი დო ჩენა შუნა რომ მოგვიყვა. წიგნი დაუხიეო, ხო? გავაბრაზეო მამაო და რაღაც დამსაჯაო. და 100 წიგნი ქონდა ნაჩუქარი ახალი გამოცემული იყო და ოთახში ვიყავი, ვნახე ეს წიგნები და 100-ვე წიგს ესე ავახიე პატარა. ოღონდ დღეს გაერთო. პატარა ვიყავი და გავერთო. შემდეგი მე მგონი შენი ჯერია. ჩემი ჯერია, ლიფტში გაიჭედეთ. და რა სიმღერა მოუხდება ამ სიტუაციას? ალბათ ანაგურელო ხმამაღლა უნდა დაიწყო. ვიღაცას გააკონოთ. ეთი არის. აუ და ცისფერთებში როა გაჭედილი როა და ის რომ მივა ის მარკ შეიდერი. თქვენზე აბელ გაჭედილი. ნუ ცისფერთები კიდე ცალკე რამე. ესე იგი ბატონო დავით, როგორც გითხარით, ძალიან კარგი მეგობრები ყავს, კომპანია Suti Power-ი. ეს არის ჩვეულებრივი ქართული ჩურჩხელა, ტრადიციული ქართული ჩურჩხელა, ოღონდ არის განსხვავებული შეფუთვით, არის. პატარ-პატარა
არ მინახე აქამდე. ნუ ნაკლებად ვახერხებ ხოლმე მაღაზიაში რო შევდივარ ხო როგორ ვიცხრა, მაგრამ ხო, უცბად დანახვა ცოტა რთულია. როცა კონცენტრირებული ხარ მithmetes რაღაც თუ შევდივარ ზუსტად ვიცი რა მინდა და სტრაფად გამ. არის ტრადიციული ყურძნის წვენის და არის ბროწეულის. აუ ბროწეულის არის ძალიან. ბროწეულის იქნება მე მიყვარს როცა სტეიქს ვაკეთებ ბროწეულში მე თვითონ მიყვარს. ხო, აი ეს და შოკოლადის. ხო, შოკოლადის და ის შაქრის დანამატების გარეშე. ბუნებრივი რაც არის. სრულად ბუნებრივია და შაქარს არ აღრიან ცალკე. მე რაღაცა პერიოდის მე 1 წელი აქვს შენახვის ვადა და თუნდაც ერთ თვეში თეთრდება ხოლმე და ზოგს ქონია რომ ობდება, არა რეალურად გამოდის ბუნებრივი შაქარი ამოდის ზედაპირზე და მოკლედ აი გურიაში დიდი მადლობა. თქვენ შვილებთან შეგიძლიათ წაუღოთ კარგი ტკბილეული. მადლობა ჩვენს მეგობრებს და საოცარი გადაწყვეტილება ეგეთი რაღაცების კეთება. მიმოწოდა ესე უნდა წაიღო. იმიტომ რომ არა, მალე უნდა წავიდე გურიაში. მე გუშინ ჩამოვფრინდი და ამიტომ მიმეჩქარება იქით უნდა ვნახო. ეგ ხომ არა, ეს ხელშემო ესე უნდა იჯდეს. არა, დავათვალიერებ, რომ არ მაქვს ნანახი. ძალიან კაია, მადლობა მართლა კაი რა. ნამდვილად გემრიელი. იმ სხვა დანარჩენ რაღაც ქიმიურ ამბავს ამდიდრებს კულტურული კონტექსტითაც. კი ბატონო. ჭურჭხელად ზაფის გარეშე. ჭურჭხელად ზაფის გარეშე. აი ამას აქეთ გადავდით. და ჩვენ მეორე ახალ მეგობარსაც გადავუხადოთ. ძალიან დიდი მადლობა კომპანია გურჯაანის ნაყინს ჩვენ მეგობრობისთვის, ჩვენი გვერდში დგომისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი გამოხმაურება და მათი დახმარება და მათი გვერდში დგომა ჩვენთვის. მოკლედ დაგვატკბეს რა. კი, სუტკვილ ხალხში ვტრიალებთ. გაგაგრილეს და გაგტბეს. კი, სუტკვილ ხალხში ვტრიალებთ და რავი, გავედით ბოლოში. გავედით, მაგრამ ეს თემა რა თქმა უნდა. ხო, აუცილებლად ეს თემა აუცილებლად დავთქვა. დავიწყეთ დავით ერთი ძალიან კარგი ადამიანი ჩავწერეთ, ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე. და მას კარგი ხალხია ხო? კი. მე ზურა სიხარულიძე არის დიდი ვალიგოს მაგ ადამიანის, იმიტომ რომ ძალიან დიდი საქმე გაგვიკეთა, დაგვთანხმდა ტრენინგი ჩაგვიტარა ნარკოდამოკიდებულებაზე და როგორ იყო, რა ქვია, იმაზე დოზირების შემთხვევაში როგორ უნდა ვიმოქმედოთ და საერთოდ უფასოდ სტუმრები მივიყვანეთ, სურველები და ჩაგვიტარა ტრენინგი ყველას და მოკლედ მას შემდეგ რაც გავიცანი და ჩავწერეთ ეს ადამიანი, გაგვიშთა იდეა რომ გადაცემაში ცოტა ხანი დავუთმოთ თემას, რაც არის ნარკოდამოკიდებულება, მის დამღუპელ მხარეებს და ცოტა ვისაუბროთ ხოლმე მოკლედ ამ უარყოფით შედეგად. დღეს ვიფიქრეთ რომ სხვადასხვა თემებს ვეხებთ ხოლმე, დღეს ვიფიქრეთ რომ არსებობს მითი სუბუქი და მძიმე ნარკოტიკი. ზურამაც თქვა რომ უკვე სიტყვა ნარკოტიკს რო ახსენებ, იქ სუბუქი გამორიცხულია რომ იყოს. ის სუბუქიც, ბჭყალებში სუბუქიც კი არის დამანგრეველი, დამაზიანებელი და ადამიანის ჯანმრთელობის, ადამიანის გარემოს გამანადგურებელი. წინაპირობა. კი, აი გუნა მიხვა ხა ზუსტად როგორი სუბუქითაც არ უნდა დაიწყო, სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში დასასრული არის მძიმე და მე საერთოდ ფატალური. იცი რა, ბევრს მოგზაურობ. მაქვს ხოლმე ხშირად გასვლა და ბევრი კატეგორიის და ტიპის ადამიანთან მქონია შეხება, რამდენადაც ხელოვნება მაინც ასე თუ ისე თითქოს ამბობენ რომ ხელოვნებაში რაღაც ეს მიდრეკილება მეტია. და მე მაქვს ჩემი კონკრეტული შეხედულება ამ მემართულებით და რადგან ეს თემა გაგიზიარებთ თუ კი, აბა. ხშირად ამბობენ რომ აი იქნება ეს ნარკოტიკი, იქნება ამ ტიპის, იქნება იმ ტიპის. მე მართლა და გულწრფელად ვამბობ. არა იმიტომ რომ ვინმეს მოვაწონო. თუ ვინმეს ღვინოში ლხენის სიამოვნება არ მიუღია, ოღონდ არ გულისხმობ ღვინით თრობას. აბა. სრულფასოვან კონტექსტს გულისხმობ. აი წეგან როგორც თქვით, სიმღერასთან ის შეხება. თან ეს თუ ბახუსთან ერთად გაქვს, ჯანსაღ ბახუსთან, სადაც გული და გონება გახსნილია, სადაც მზაობა გაქვს მეორე ადამიანთან შეერთების და სიყვარულის გამოხატულების და ამ დროს თან შენ ხარობ აი სიმღერით, ლექსით, თანაზიარებით. ოღონდ ეს არის ბუნებრივი და არა დადგმულ, ჩადგმულ დაზეპირებულ ანუ ეს ბუნებრივი ყოფის ნაწილია. თუ ეს არ გაქვს და თუ ამას ვერ აღწევ, ჩემი აზრი არავის შეურაცხყოფად არ მიიღოს, უბრალოდ მე მაქვს ეგეთი ხედვა ჩემ თავთან და ვუგრძალავ სხვანაირად ჩემ თავს. ოღონდ ამის აკრძალვაც არ მჭირდება, იმიტომ რომ ის იმსე მომწონსო დანარჩენი მეც სრულყოფილებას ვეღარ ვხედავ და არც საჭიროებ. გონია რომ არასრულ ფასოვნების კომპლექსია რომ სადღაც რაღაცას გაექცეს. და არ არის ეგ სიძლიერე, არც მაგარი მიგნება, არც გააზრება, ეს არის შეუმდგარობა, სისუსტე და სიკოჭლეა აი ამ ნაწილის. სადაც ვერ აღწევს ადამიანის ინტელექტი იქამდე, რომ მეორე ადამიანს თუნდაც უცნობს, თუნდაც უცხოს, გაეხსნას და ჩაეხუტოს. უცნობ ადამიანთან ნდობა ხომ შენი სიმყარის გარანტია. შენ თუ მყარად გახარ, არ გეშინია იმასთან ღიაობის. ანუ აი ეს არ გაქვს. სიმთვრალის გეშინია. ანუ შენი თავის ნდობის იმედი არ გაქვს.
და აი ხვალ მე შენთან როგორ უნდა ვიმეგობრო, რა ნდობაზე უნდა წამოვიდე, როცა შენ თავს არ ენდობი ხვალ იმდელ ჯანმრთელ განცდებში. ჩემი განცდა მართლა გულწრფელად გეუბნებით ესეთი. ამიტომ მგონია რომ მე არც მწეველი ვარ. ამიტომ მგონია რომ აი ამ ხაზით თუ შენ სისრულეში ვერ ხარ და თუ სისრულეს მუდამ ძიება უნდა, ეს არ თავდება სადღაც. აი მაშინ კი დამოკიდებული ხარ, იმიტომ რომ სუსტი ხარ და გჭირდება მე უკვე დახმარება და თუ სუსტი ხარ და ამას მიაგენი, ეს პირველი ნაბიჯია რომ აღიარო, რომ ხო მე აი აქ ეს ნაწილი მიჭირს და ახლა ხელი უნდა მოვკიდო ამ ნაწილს და უნდა დავწრო. პირველი ალბათ ეგ არის რომ უნდა აღიარო. ხო. სხვათა შორის ზუსტად სისუსტე და ბედნიერება ორი რაღაცის ნაკლებობა. ერთი არის სისუსტე გაქვს დიდი დოზით და მეორე ბედნიერების ნაკლებობა, რის გამოც ადამიანი მიდის ნარკოტიკთან, რომ თulis რომ ამით სისუსტეს დაძლევს და გაბედნიერდება და რეალურად შეიძლება იმ ერთ კონკრეტულ მომენტში მართლა მოხდეს ეს. მაგრამ საბოლოო ჯამში ბევრად უფრო სუსტი ხდება და ბევრად უფრო უბედური. ეს ფსევდოა ეს ბედნიერება. რა თქმა უნდა. ეს არ არის ბედნიერება. ეს არის ბედნიერების მოტყუება. კი ბატონო, საკუთარ თავის მოტყუება, რომ ხა არც დავარქმევდი ხო ეგ ხო. ხო არა, როგორ შეიძლება ხა ბედნიერება ასეთ მაგარი სიტყვა გამოიყენო იმაში, რაღაც წამიერ გატაცებაში რა შეიძლება დაარქვა. კრფობა არ არის სიყვარული. ეს სხვადასხვა ცნებებია, ამიტომ ამის არ იგივე ამბავია. მე რომ რაღაცას უცებ ნარკოტიკს გამოვიყენებ, იმიტომ რომ ამით ჩემი უბედურება დავმალო. ვერ დამალავს თავს. გამორიცხული ეს თამდე პოზიცია წამიერად. არც ხო სირაქლემას პოზიციაა აბსოლუტურად. კარგად შევეხეთ ჩილობი. ის არის ამას დავამატებ მარტო საკუთარ თავს არ ანადგურებენ დედას, მეუღლეს, შვილს, მეგობარს და გარემოს. ბოლოს გარემოს. და აუცილებლად ნებისმიერ ეგეთი ამბავი არის ბოროტების გზაზე მდგარი. არა ნებით, არა სურვილით, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ქცევით და ქმედებით რეზულტატი ეგიდება ხო. არიან ადამიანები, რომლებსაც უყვარს ის ხალხი და შეუძლიათ მიმართონ დარწმუნებული ვარ, ეგეთები ბევრნი იქნებიან. დავით ბატონო, დედამიწა სიყვარული ატრიალებს ეგ არის თავარი. დავით ბატონო, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ბევრი საინტერესო ამბისთვის, იმ გულწრფელი საუბრისათვის, კარგი მამაშვილური მაგალითების გაზიარებისთვის და იმ საქმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, თქვენი ანსამბლი აკეთებს, იმიტომ რომ მომავალ თაობას ასწავლით ისეთ მაგარ რაღაცას, რასაც ქართული ხალხური სიმღერა ქვია. აი მამაშვილობაზე სულ მახსენდება ეგეთი ამბავი, რომ ნოდარ დუმბაძე ბერს აქვს საკითხული და ყველასთვის არის მარტივად ხელმისაწვდომი მწერალი და ყველა მიცის, მაგრამ ნოდარს აქვს ერთი ესეთი მოთხრობა უმადური, რომელიც არ ვიცი რამდენად ბერს აქვს. რამდენადაც ვამბობ ხოლმე აი 5% შეხვედრის. აი უმადურში არის ერთი მომენტი, სადაც გუდული ბერეჟიანი, ასაკიანი ადამიანი ბავშვს მამამისზე უბნება რომ მამაშენი ყაჩაღი იყო თუ რა და ეს ბავშვი უცებ მამამისზე აენთება და მერე მისდევს გუდული რომ მამაშენი ტარიელია, ავთანდილია მამაშენიო და კი ყველა მამას უნდა უნდოდეს რომ თვითონ იყოს ტარიელი, ავთანდილი თავისი შვილისთვის. და ამით თვითონაც გაიზრდება რა გასწავლა შვილმა კითხვის და შვილსაც ალბათ უკეთეს გაზრდის. ამაზე კაი დასასრული რა გინდა. აი კითხავ ახლა რა ესე მინდოდა მე ჩემი ბოლოს თუ ყოფილიყო ამ გადაცემაში ის გავედით ბიჭებო ბოლოში. ოროველას დროსო. გავედით ბოლოში, მადლობა ჩვენ მეგობრებს. მადლობა თქვენ გადაცემისთვის. City Powers, მადლობა მასპინძელს და მადლობა მაყურებელს რომ გვიყურა და რაც თავარია გამოიწერეთ ჩვენი. დავიწყდებათ და ლაიქები თუ გამოიწერენ ჩვენს. ის მეტი რა გვეთქვით, მაგრამ თუ და გავიწყდებათ თქვენ კარგად იყავით, მეტი სადარდებელი არ მოგცეთ ღმერთთან ცხოვრებაში. ამ დროისთვის სულაც იყო მომავალში. აბა ჰე